იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირველი 3 კვარტალის 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკური მასშტაბი შეადგინა 7.7%. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ, რაც არის მნიშვნელოვანი ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივი ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას და მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ბევრს საუბრობთ კიდევ ერთ თემაზე, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. და გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსახედველ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია, მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს ბუნებრივია, უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც. კიდევ ერთხელ მინდა გავეხსენო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფრულად. სრულად გამჭვირვალეა მთავრობის საქმიანობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაბამისად თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მაგიერების ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგმართო კითხვები და ყველა კითხვას გაეცემა ბუნებრივია პასუხი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივახციოთ, რასაც ქვია ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის მცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ ძალიან რეალისტური ამოცანა. გვინდა რომ დავიწყოთ მუშაობა 10 წლიან სტრატეგიაზე, ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე 2026-35 წლების ჩათვლით. გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების ვადები, ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით.